ახალი უკრაინული სააგენტო ნიკიტა მოდელსი საქართველოში უკრაინელი მოდელები უკვე საქართველოში არიან და დღევანდელი ჩვენებისთვის ემზადებიან. ჩვენება ევროპის პარკში გაიმართება. ნახეთ უკრაინელი მოდელების ჩვენებისთვის მზადება ჩვენ სიუჟეტში. Run your fingers through my hair. 8. სამოდელო სააგენტო ნიკიტა მოდელსის ფილიალი საქართველოშიც იხსნება. სააგენტოს 17 უკრაინელი მოდელი უკვე თბილისშია. ისინი ნიკიტა მოდელსის ორგანიზებით გამართული ჩვენებისთვის ემზადებიან. მზადება სალონში დაიწყო. 7. Hold it. არის სტილი, რომელიც მე მგონი რაც მოდაშია და რაც აქტუალურია, ძირითადად ახალგაზრდა ქალებისთვის ეს ყველგან აქტუალურია. საზაფხულო სტილი, თავისუფალი, ბუნებრივი ეგრეთ წოდებული, არავითარი კლასიკური ვარსკვლობები, გაშლილი, ოდნავ ხვეული თმა. ვარცხნილობაც ისეთი შეარჩიეს, როგორიც ზაფხულსა და ჰაეროვან სამოსს უხდება. ქართველი მოდელებისგან იმით განსხვავდებიან, რომ მათ უკრაინული სწორი თმა აქვთ და უჩვეულო სიმშვიდი ახასიათებთ. მოდელები საქართველოთი და ქართველი გოგონებით აღფრთოვანებულნი არიან. საქართველო ძალიან მომწონს, სტუმართ მოყვარე ხალხი ხართ. მოდელები ულამაზესები არიან, ჩვენგან განსხვავებულები და ეშხიანები. მართლაც კარგი გოგონები გყავთ ქართველებს, კარგად მუშაობენ და საქმის პროფესიონალები არიან. ძალიან მიხარია მათთან ერთად მუშაობა. სამოდელო სააგენტო უკვე 11 წელია უკრაინასა და სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობს. ნიკიტა მოდელსის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში უკრაინელებისგან განსხვავებით კავკასიური ტიპაჟის მოდელები დახვდა. ახალი ტიპაჟების აღმოჩენით ის ძალიან კმაყოფილია. საქართველოზე ბევრი რამს მენია, როგორც ბიზნესმენი ვხვდები, რომ სამოდელო სააგენტოს ფილიალის გახსნა ძალიან მომგებიანი იქნება. რაც შეეხება ქართულ გოგონებს, მათი კავკასიური ეშხით მოხიბლული ვარ. ვფიქრობ პერსპექტიული მოდელები გყავთ. პერსპექტივა ამ სააგენტოში მოხვედრილი გოგოებისთვის და ბიჭებისთვის არის ის, რომ ისინი იქნებიან მოდელები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. სამოდელო სააგენტო ნიკიტა მოდელსი სტარტს საქართველოში სწორედ ევროპის პარკიდან აიღებს. ხვალსაღამოს ქართველი მოდელები უკრაინელ მოდელებთან ერთად უკრაინელი დიზაინერის კოლექციას სწორედ ამ ადგილას წარადგენენ. პოდიუმის აწყობა უკვე დაწყებულია. პოდიუმზე მოდელები უკრაინელი დიზაინერების ოლეგ სკირდასა და ირა კლასილნიკოვას კოლექციებს წარადგენენ. ხვალსაღამოს 8 საათზე ევროპის პარკში უკრაინული სააგენტო ფუნქციონირებას ოფიციალურად დაიწყებს.